მეზურაბიშვილი არ ამბობს, რას აპირებს 29 დეკემბრის შემდეგ. გეგმების შესახებ მან არც რამდენიმე წუთის წინ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტმა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა დახმარების ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამოქმედა ცხელი ხაზი, რომლის უკანაც იურისტების ჯგუფი დგას. ბრიფინგს ქეთი ნადიბაიძე დაესწრო, ის გვერდება პრეზიდენტის ინიციატივის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დავიწყებ იმით, რომ არაერთი აქტუალური შეკითხვა არსებობს ახლა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მისამართით, თუმცა მან არ ისურვა დღეს შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის შეკითხვა მაგალითად იმის შესახებ აპირებს თუ არა მომდევნო ორ დღეში რომ დაცალოს სამუშაო კაბინეტი. ცოტა ხნის წინ მან ათონელის 25 ნომერში ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა იურისტებს და წარადგინა ისინი საზოგადოებისთვის. ეს არის იურისტების ჯგუფი, რომლებიც უსასყიდლოდ იურიდიულ დახმარებას გაუწევენ რეპრესიებით დაზარალებულ ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება აქციაზე დაკავებული ადამიანები თუ მაგალითად მოქალაქეები, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლი არიან, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი არიან სამსახურში და ფიქრობენ, რომ ირღვევა მათი შრომითი უფლებები. იურისტების ეს ჯგუფი წარადგინა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა, ამოქმედა ასევე ცხელი ხაზი და მიმართა საზოგადოებას, რომ მათი იმედი შეუძლია კონდეთ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში. სხვადასხვა მარში, სხვადასხვა პროტესტით არიან ჩვენ ქუჩებში, სხვადასხვა ქალაქებში და დაპატიმრებული ძალიან მძიმე პირობებში. ასევე სჭირდებათ ადამიანებს დაცვა, როცა სახლში მოდიან ჩხრეკისთვის და ისე რომ არც სამართლებრივი საფუძველია მისი არ არსებობს და არც არაფერი. ეს ჯგუფი ადვოკატების და იურისტების, რომლებიც იმისთვის შეიკრიბენ ერთად, რომ სწორედ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ თვალწინ ყველა სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული თავისუფალი საზოგადოება. და მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ნამდვილად ჩვენი იმედის წყარო, იმიტომ რომ ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერასოდეს ვერც ერთი რეჟიმი და რეჟიმის რო ვამბობ, გესმით რას ვამბობ, ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. იყო უმძიმესი ფაქტები, რომელიც კვალიფიცირდა როგორც არაადამიანური მოპყრობა, წამების შემადგენლობა, სასტიკი მოპყრობა და არაერთი ადამიანი არის დაშავებული, დაზიანებული, თუმცა ამის მიუხედავად საქმეები სასამართლოებში გრძელდება. ჩვენ გვაქვს უკვე ცხელი ხაზი, გვაქვს ორი ნომერი, რომელიც ამისთვის გამოვყავით. ქალაქის ნომერი ეს არის 295-28-26 არის მობილური ნომერი, რომელსაც ჩვენ დავდებთ ყველა სოციალურ გვერდზე, რომელსაც იყენებს მართლმსაჯულების სახლი და ადვოკატებიც გაავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ მათაც გაუზიარებთ. ეს არის 599-99-59-58 გვაქვს ჩვენი ოპოსტა, რომელსაც ასევე გავაზიარებთ. ადვოკატებს გვაქვს საშუალება, რომ დავანახოთ მოსამართლეს, როცა ის მხოლოდ 15 წუთს გამოყოფს მტკიცებულებების წარმოსადგენად, როცა ის არ აძლევს საკმარის დროს ადვოკატს სამართლიანი დაცვის უფლების განსახორციელებლად, რომ ეს არ დარჩება რეაგირების გარეშე არა მარტო საქართველოს სასამართლოებში, არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც. ადვოკატებს აქვს დიდი ძალა, როგორც ძალაც აქვს ჟურნალისტებს და ცხადია, რომ ადვოკატები ჟურნალისტებთან ერთად რეჟიმის სამიზნე ხდება ხოლმე. თუ არ იქნებით სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, მთელი საზოგადოება, მათ შორის ადვოკატები, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლები, აუცილებლად მივალთ იქამდე სამწუხაროდ, სადამდეც ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, რაც პერმანენტული აქციების ორი მთავარი მოთხოვნიდან ერთ-ერთია და პრეზიდენტი ამბობს, რომ უახლეს პერიოდში ეს აუცილებლად მოხდება. არის თუ არა ბრიფინგი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილისთვის ერთ-ერთი ბოლო ამ მისამართზე ათონელის 25 ნომერში. ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს, ორი დღე აქვს
მეხუთე პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება დაცლის თუ არა სამუშაო კაბინეტს 29 დეკემბრამდე, ანუ იმ თარიღამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის გამოაცხადებს ახალ პრეზიდენტს.